დას დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრი აქვს ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის სპეციალური გამოშვებით თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. წინასწარ ვითხოვ შენდობას ყველა იმ ადამიანისგან, ვის რელიგიურ გრძნობებსაც შეიძლება შეურაცხყოფდეს სიმართლე, მაგრამ ამით სიმართლე თვითონ არ კნინდება. ამ დღეებში ვნახეთ სრულიად წარმოუდგენელი და კატასტროფული ამბები იმ სუსის ეგრეთ წოდებული გაჟონილი ფაილების შემდეგაც კი ძალიან მძიმე სანახავი და მძიმე მოსასმენი მონაზვნების გაუპატიურება თუ გაუპატიურების მცდელობა, იარაღის ტრიალი, გინება, უბედურება, მაფიოზური გარჩევები. ეს ყველაფერი ამის ეპიცენტრი იყო ჰუჯაბის ეპარქია. ჰუჯაბის ეპარქიაში ეპისკოპოსი სწორედ ვისაც არის საუბარი, ეპისკოპოსის მოადგილე წლების განმავლობაში იყო დეკანოზ ჭიღლაძე, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარი იქნება, ჩვენი სპეციალური გამოშვების სტუმარი იქნება. ოღონდ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დამაზუსტებელი კითხვები მასთან არ მექნება, სამაგიეროდ მამა ილიას მინდა ვკითხო, როგორ არის მოწყობილი სისტემა. გამარჯობა მამა ილია და მოდი განვაზოგადოთ ეს პრობლემა. რა მოხდა კი არა, რატომ მოხდა? ნუ თუ არ არსებობს რაიმე ფილტრი, მოქმედი, ქმედითი ფილტრი, რომელიც არ მიუშვებს ეკლესიაში, ნუ მოდი ასე ვთქვათ, შემთხვევით ადამიანებს, რომელიც აი ასეთი შემთხვევების შესაძლებლობას თავიდანვე გამორიცხავს. იმიტომ რომ არასწორ ადამიანებს არასწორ ადგილას და არასწორ დროს არ აღმოაჩენს. გარემოცვა, რომელიც არის ძალიან გახრწნილი და დეგრადირებული პატრიარქის გარემოცვა და თვითონ პატრიარქი ისევ და ისევ თავისივე გარემოცვიდან და თავის გარშემო მათთვის მეტნაკლებად სანდო პირებს და სანდოობა მდგომარეობს რაში? აბსოლუტური სისტემის მორჩილება, დავალების უწყვის შესრულება და აი ასე ხდება. ახლა ამ შემთხვევაში თუ საუბარია კონკრეტულად ჯამდელიანზე. აი მაგალითისთვის, ჯამდელიანის ეპისკოპოსად კურთხევა ეს იყო რუის სურბნისის მიტროპოლიტის იო ბაქიაშვილის დაჟინებული მოთხოვნა პატრიარქის მიმართ. ნუ პატრიარქი არ იცნობდა პირადად ჯამდელიანს, მაგრამ იობმა გადაწონა და იობს აქვს გარკვეულად ძალიან დიდი გავლენა პატრიარქზე, უშუალო გავლენა და მას აქვს ხელში პატრიარქის მიმართ კომპრომატებიც. მას აქვს პატრიარქთან 40 წლიანი ურთიერთობისა და ასევე ნათესაობა, ახლობლობის გამოცდილება თუ ესე იგი პატივი და შესაბამისად მას აქვს ძალიან დიდი გავლენა პატრიარქზე. იობმა როგორც ესე იგი პატრიარქის უახლოესი გარემოცვის წევრმა და ასევე ძალიან ძლიერმა და დამოუკიდებელმა ფიგურამ საპატრიარქოში, რომელსაც გარკვეულწილად აქვს ძალიან ღრმა დაპირისპირება ბევრ მიტროპოლიტთან და აქვს ასევე ამბიცია პატრიარქობაზე. მოახდინა ეს გავლენა პატრიარქზე და მას მარტო ჯამდელიანი არ ყავს შეყვანილი სინოდში. 5-მდე პიროვნება ყავს შეყვანილი სინოდში, აი ბოლო 30 წლის მანძილზე. ესენი არიან ბოდბის ყოფილი ეპისკოპოსი და დღეს სინოდის წევრი, კვლავაც უეპარქიო მთავარ ეპისკოპოსი დავით ტიკარაძე, მესტიისა და ზემოსვანეთის მიტროპოლიტი ილარიონ ქიტიაშვილი, ბოლნისის მთავარ ეპისკოპოსი ეფრემ გამრეკელიძე და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი და მარნეულის ეპისკოპოსი გიორგი. აი ეს 5 არის უშუალოდ იობის რეკომენდაციით, თხოვნით და მოთხოვნით ნაკურთხი ეპისკოპოსები და გათვლა იობისა იყო ის, რომ სინოდში მას ყოლოდა რაც შეიძლება მეტი მომხრე და მხარდამჭერი, როდესაც დრო მოვიდოდა მისი გაპატრიარქებისა. ასეთებს მხოლოდ იო ბაქიაშვილი არჩევს, არ გამოვიდეს ისე, რომ მაინც ერთ კონკრეტულ იერარქიაზე გვაქვს საუბარი. სისტემა არ მუშაობს ასე დროს?
დიდი ალბათობით, საბჭოთა დროს თავისთავად ეს ასე იყო და ალბათ მერეც გაგრძელდა ინერციით, რომ საბჭოთა კაკბ-ს, რომელიც მაშინ მართავდა ქართულ ეკლესიას და მერე უკვე FSB, რომელმაც კვლავ შეინარჩუნა დიდი გავლენა ქართულ ეკლესიაზე, მას სჭირდებოდა სწორედ კომპრომიტირებული, შავი წარსულის, მძიმე მორალის მქონე ადამიანები მაღალ იერარქებად. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ის მდგომარეობა, რომ დღევანდელ ეგრეთ წოდებულ წმინდა სინოდში, სადაც პატრიარქის გარდა 40 ეპისკოპოსია, ფაქტიურად თითქმის ყველა გამოუსადეგარია მღვდელმთავრობისთვის, სულიერი მწყემსობისთვის, თუნდაც იგივე ახალი პატრიარქის კანდიდატურისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის ყველას აქვს უზარმაზარი შავი ლაქები. ზოგი არის მრავალჯერ ნასამართლევი, რეციდივისტი, ზოგი არის სექსუალურ დარღვევებში და მორალურ გადაცდომებში მხილებული. ზოგი რა ძალიან ბევრი, აბსოლუტური უმრავლესობა. გასაგებია, ცოცხალი ადამიანები ვართ ყველანი და მე მგონი არავის არ გონია, არავინ არ ელოდება, რომ მაინც ეკლესიაში ყველა ფრთიანი ანგელოზი უნდა იყოს, მაგრამ ინსტიტუცია, რომელიც 1700 წლის არის პრაქტიკულად, ამ ინსტიტუციაში ხო უნდა იყოს რაღაც ფორუმი, რაღაც სისტემა, მექანიზმი, რომლითაც მსგავსი პრობლემები შეიძლება აღმოიფხვრას. პრობლემა წარმოიშვა, მაგრამ შეიკრიბნენ, იმსჯელეს და აღმოფხვრეს. მე 1-2 მღვდელმსახური ვიცი, მათ შორის თქვენ, ვინც ხმამაღალ ლაპარაკობდა სისტემის პრობლემებზე, თქვენ მღვდელმსახურება შეგიჩერეს, სხვები საერთოდ მოიცილეს თავიდან. რაიმე ქმედითი მექანიზმი არსებობს დღეს ეკლესიაში, რომელიც ამაზე იმსჯელებს და ამ პრობლემის ასეთი პრობლემების მომავალში არ დაშვებას უზრუნველყოფს. სადაც არ არსებობს საეკლესიო კრებები, საეპარქიო კრებები, როგორც ასეთი სამღვდელოების კრებებიც კი არ არსებობს. საპატრიარქო არ ატარებს სამღვდელოების კრებებს, ანუ საეკლესიო კრებებს. და სინოდიც კი უკვე 2 წელი აღარ შეკრებილა. ესე იგი ყველაზე დიდი ფორმალობა და ყველაზე ელემენტარული აუცილებლობა, რასაც ითხოვს დიდი სჯულის კანონი და მართვა-გამგეობის დებულება ეკლესიის, რომ წელიწადში მინიმუმ 2 ჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს სინოდი. აი ეს ცხადად ირღვევა 2023 წლის მერე სინოდის კრება აღარ ყოფილა. ამით იმას ვამბობ, რომ ეკლესიაში აბსოლუტურად მოშლილია კრებითობა, მაშინ როცა თვითონ სიტყვა ეკლესიაც კი კრებულს ნიშნავს და შეკრებას ნიშნავს. და აი ასეთ პირობებში, ესე იგი, ის მეტნაკლებად პატიოსანი მღვდლები, ვინც ჯერ კიდევ არიან ეკლესიაში და არიან ცოტა, ისინი არიან აბსოლუტურად ძალაუფლებისა და რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლების გარეშე. ისინი არიან აბსოლუტურად მონის მდგომარეობაში, ერთადერთი მათევალებად საეკლესიო წესების შესრულება და ჩუმად ყოფნა. თუ კი მღვდელი ხმას ამოიღებს, ის აუცილებლად და ამოიღებს კრიტიკულად ეკლესიაში არსებული უსამართლობის, უკანონობის, ანტიკანონიკური ვაკხანალის გამო ის აუცილებლად დაიხჭება. ისე როგორც დაისაჯა თავის დროზე დეკანოზი ბასილ კობახიძე და მერე თუნდაც მე. ასე რომ კრიტიკა ეკლესიაში არსებული უწესრიგობის, ეკლესიაში არსებული კორუფციის, სხვა კრიმინალური ქმედებების შესახებ კრიტიკა, ან თუნდაც უბრალოდ საეკლესიო კანონთა დარღვევის გამო, საეკლესიო კურსის, პროდუქციული კურსის გამო კრიტიკა. ეს ყველაფერი არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დასჯადი. სამაგიეროდ არ არის დასჯადი, ვთქვათ, ნარკომანობა, მრუშობა, ჰომოსექსუალობა, ან სხვა, თუნდაც გაუპატიურება მრევლის იქნება თუ ქვემდგომი იერარქიის ეკლესიის მორჩილები და მონაზვნები და ასე შემდეგ. ეს თუნდაც უკანონო იარაღის ფლობა, სროლა, ტრიალი, მუქარა, ეს არ არის დასჯადი. უკასროთ, ისევ პირველ კითხვას უნდა დაუბრუნდე.
ეს ადამიანები ხო ამთავრებენ სემინარიებს, ამთავრებენ აკადემიებს. მათ წლების განმავლობაში აკვირდებიან. ერთი სისტემაა. იციან როგორ სწავლობენ, იციან როგორ ფიქრობენ, როგორ ცხოვრობენ, როგორ აზროვნებენ. თუ ასეთი რთულია შავის და თეთრის გარჩევა, კარგის და ცუდის, ვარგისის და უვარგისის ერთმანეთისგან გარჩევა, ასეთი რთულია. ბევრ ეკლესიას აქვს ეს განჩინება, მაგალითად საბერძნეთის ეკლესიაში, კონსტანტინოპოლის ეკლესიაში ვერ გახდები ეპისკოპოსი თუ მინიმუმ არ ხარ თეოლოგიის მაგისტრი. საქართველოს ეკლესიას ესეთი კონკრეტული დებულება არ აქვს, მაგრამ წერია ამ დებულებაში ცენზის შესახებ, რომ უნდა ჰქონდეს შესაფერისი, შესაბამისი საღვთისმეტყველო განათლება. რაც იმას ნიშნავს, რომ თავისთავად მინიმუმ სემინარია მაინც უნდა ჰქონდეს დამთავრებული, თუ არა აკადემია სასულიერო. ეს არის ბაკალავრიატის ტიპისა და რანგის სასწავლებელი. აკადემია კი ეს არის მაგისტრატურის ტიპის სასწავლებელი. და ჩვენ გვაქვს ის რეალობა, რომ ესე იგი თითქმის ნახევარი სინოდის ნახევარს მე შევკრიბე ყველა ეს მონაცემი მათი ბიოგრაფიებიდან, ოფიციალური ბიოგრაფიებიდან. თითქმის ნახევარს არასოდეს არ უსწავლია სემინარიაში, თუნდაც ერთი დღე, არც აკადემიაში. მათ შორის მეუფე იაკობ იაკობიშვილი, გიორგი ჯამდელიანი, ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე და ასე შემდეგ. ესე იგი არაერთი, თითქმის ნახევარი. და ეს ისევ და ისევ იმიტომ, რომ ილია მეორეს აი პიროვნების განათლება არ აინტერესებდა. მისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო პიროვნება ყოფილიყო მისი მორჩილი, მონა, მისი დავალებების უტყვის შემსრულებელი და არასოდეს ყოფილიყო ის მისი კონკურენტი ან მოწინააღმდეგე და აი ამითი არჩევდა ის კანდიდატებს და არა ვთქვათ განათლებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას განათლებული ადამიანების ძულდა კიდევაც და მათში ხედავდა კონკურენტებს და ყოველთვის შიშით უყურებდა, რომ განათლებული ადამიანის მართვა უფრო ძნელად შესაძლებელია. და ღვთისმსახურებას ხო ატარებენ რამდენიმე საათის განმავლობაში, ამასაც ხო სწავლა უნდა. ღვთისმსახურება, ლიტურგიკა ძალიან რთულია და ღრმა ფესვები აქვს, აი როგორც მეცნიერებას აქვს ღრმა რაღაც დონეები, ამაშიც არის დონეები და იმ დონეს რა თქმა უნდა ესენი ეს ეპისკოპოსები ვერ აღწევენ, მათ იციან მხოლოდ მიზერი, აი პრაქტიკული მოქმედებების, პირჯვარი როგორ გადაწერო, ნათლობა როგორ ჩაატარო, თქვათ, მაგრამ მე მინახავს ასევე მგლები, რომლებმაც არ იციან ნათლობის სწორად ჩატარება. ასეთებიც ყავს. ესე იგი ესენი ატარებენ რაღაცას, იქნევენ ხელებს, იქნევენ საცეცხლურს, რაღაცას ბურტყუნებენ, მაგრამ შეცდომები მოსდით. ესე იგი არაა შემთხვევითი, რომ იბეჭდება და ვრცელდება საეკლესიო მაკულატურა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რა ვიცი, ჟურნალი ქვაკუთხედი და რაღაცა ასეთები, რომლებიც ეპისკოპოსების ნაკურთხია ხდაშორის. იობაქიაშვილის ამ შემთხვევაში. შეიძლება საერთოდ ეკლესიაში ასეთი ლიტერატურა არსებობს, ყვითელი ლიტერატურა არსებობდეს ეკლესიაში. რაღაც ინფორმაციული არიან აი ესე ერთის მხრივ ეს ბულვარული საეკლესიო ჟურნალისტიკა, რომელიც ხშირად არის რუსულიდან გადმოთარგმნილი და მეორეს მხრივ ისე და ისე ზეპირად მოსმენილი და გაგონილი, რაღაც პური მოკრეს რაღაცას. მაგრამ ამათ არ უყვართ წიგნის კითხვა. ამათ არ უყვართ სამეცნიერო საღვთისმეტყველო ლიტერატურის კითხვა. ამიტომ მათი აზროვნება და მათი ცოდნა არის ძალიან პრიმიტიული და ჩვენ ეს შეგვიძლია აი იაკობიშვილს რომ მოვუსმენთ, დავწუნდებით, რომ ძალიან პრიმიტიული და ძალიან სასაცილოა მისი ცოდნის და ინტელექტის აი პლინტუსის ქვემოთ არის და აი ეს, მაგრამ კოლექტიური იაკობიშვილები ყავს ჩვენ სინოდში. აი მისგან ბევრით არ განსხვავდებიან, იგივე ჯამდელიანი, იგივე სპირიდონ აბულაძე, იგივე თქვათ აბრაამ გარმელია თუნდაც, რომელიც იყო სემინარი აკადემიის რექტორი 15 წლის მანძილზე. საპატრიარქოს აქვს განათლების საკმაოდ ძლიერი საკუთარი სისტემა. როგორც გვეუბნებიან, წელიწადში 30 მილიონი იხარჯება განათლებაზე. სემინარიები, აკადემია, უნივერსიტეტები.
ხულოშიც კი აქვს უნივერსიტეტი, სადაც ჟურნალისტიკას სასწავლიან, სულ მაინტერესებს რა სასწავლიან, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. ეს სისტემა ხო არსებობს 30 მილიონიანი გამართული ტრადიციული სისტემა. გეტყვით, ეს ძალიან საკითხია. ესე იგი, პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ საქართველოს საპატრიარქო რამდენიმე მილიონს ხარჯავს ყოველწლიურად საკუთარ სასწავლებლებზე, სემინარიებზე, აკადემიებზე, რომელიც მას აქვს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, საფარის მონასტერში და გრემის მონასტერში. ხულოს უნივერსიტეტი საერთოდაც არის ოფიციალური პრორუსის სპირიდონ აბულაძის ოფიციალური გავლენისა და მმართველობის ქვეშ. რას ასწავლის იქ სპირიდონ აბულაძე, რა გავლენას ახდენს იქ ამ სტუდენტების ტვინზე, გასაგებია. საერო უნივერსიტეტებში მოქმედებს, ჯერ კიდევ მოქმედებს გაცვლითი პროგრამები, ეგრეთ წოდებული. და სტუდენტები მიდიან საზღვარგარეთ, ერთი სემესტრით, ორი სემესტრით სწავლობენ, ბევრს იგებენ, ძალიან ეცვლება ცხოვრებისეული გამოცდილება. საპატრიარქოს სასწავლებლებში ეს პრაქტიკა მოქმედებს, არ შეიძლება, ან არ დადიან საპატრიარქოს სემინარიიდან, აკადემიიდან, სადმე თუნდაც მართლმადიდებელ სასწავლებლებში. დამატებით საზღვარგარეთ წავიდეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს არის შესაძლებელი და სასურველი, პირველ რიგში ევროპა, მაგრამ ეს იქნება საბერძნეთის, ეს იქნება გერმანიის თუ სხვა თეოლოგიური სასწავლებლები, მაგრამ საპატრიარქო ილია მეორე ოფიციალურად ხელს უშლის ამ პროცესს. სურველ კანდიდატს ჭირდება ან პატრიარქის, ან სინოდის რომელიმე წევრის ნებართვა ხელმოწერილი. ეს წაიღოს ან საბერძნეთში, ან გერმანიის, ან სხვა რომელიმე თეოლოგიურ სასწავლებელში. და ილია მეორე და ეპისკოპოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ბლოკავს და არავის არ აძლევს ნებართვას წავიდეს დასავლეთ ევროპის და ზოგადად ევროპის, თუნდაც რუმინეთის თეოლოგიურ სასწავლებლებში. ერთადერთი ამას ბედავდა, რომ ხელი მოეწერა სტუდენტებისთვის რეკომენდაციის წერილზე მიტროპოლიტი ვახტანგ ახვლედიანი და ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე. ესენი აკეთებდნენ აი საპატრიარქოს დიდი შიშით და წნეხისა და წნეხის ქვეშ, მაგრამ მაინც ახერხებდნენ ახლობელ პირებზე რეკომენდაციების გაკეთებას. სინოდში ერთადერთი კაცი ყავს ქართველ ერს, ვისაც აქვს მიღებული დასავლეთში განათლება, ეს არის მელქისედეკ ხაჩიძე. ეხლა ბიოგრაფიების მიხედვით ასეთია ასევე ვითომ ზენონი არაჯული და აბრაამ გარმელია, მაგრამ ეს ორი ადამიანი 1991-90 წლებში ესენი იყვნენ მხოლოდ რაღაც მოკლე რამდენიმე თვიანი კურსით. აი ეს ორი ადამიანი გაგზავნილი იტალიაში. მელქისედეკის კურთხევაც არ უნდოდა მას, მაგრამ სოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის თხოვნა და შეკითხვა იყო მის დამი, რომ როდის აპირებთ მამა მელქისედეკის ეპისკოპოსად კურთხევასო და აი ეს იყო რომ ანგარიში გაუწია არაწყენინა. აბა მარტო რუსეთში დადიან, სადაც კი ვიცით რა სკოლაც არის, მაგრამ სკოლა არის რეალურად ტრადიციული, გამოცდილი, გამოგზმედილი სკოლა, რომელიც რუსეთში არსებობს. მარტო იქ მიდიან სასწავლებლად. მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. ეს ორი პიროვნება, ვინც საბჭოთა პერიოდში სწავლობდნენ რუსეთის უმაღლეს თეოლოგიურ სასწავლებლებში და შემდგომ უკვე ბოლო წლებში დაუსწრებელ ფაკულტეტებზე სწავლობდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ბრჭყალებში სწავლობდნენ და მიიღეს დიპლომები მაგისტრის და დოქტორის. ეს არის გორის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, ცაგერისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი და ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. აი ამ სამმა ადამიანმა რუსეთში ტიხონის უნივერსიტეტში დაუსწრებელ ფაკულტეტებზე
დაიცვეს თეოლოგიის მაგისტრის, თეოლოგიის დოქტორის წოდებები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსებმა აჩუქეს ეს წოდებები, ეს დიპლომები და გამომრჩა მთავარი მეოთხე ფიგურა მიტროპოლიტი შიო მუჯირი. და შიო მუჯირმა თუ როგორ დაიცვა თეოლოგიის დოქტორის წოდება მოსკოვში, ტიხონის უნივერსიტეტში, სულ რაღაც 5 წლის წინ, მე ამაზე დავდე დოკუმენტი და მასალა, ეს არის პაატა ქულტოვანიძისთვის გამორთმეული და მოპარული ნაშრომი. თეკლათის დედათა მონასტრის ისტორია მე-19 და მე-20 საუკუნეებში, რომელიც მერე მან დააწერა თავისი სახელი და გვარი შიო მუჯირი და აი ასე თარგმნა რუსულ ენაზე, ათარგმნინა თავისთავად ვიღაც თარჯიმანს ათარგმნინა და აი ასე დაიცვა მან დისერტაცია მოსკოვში და ეს ხდება ყველაფერი ამ 4-ვე პირმა აგვისტოს ომის მერე მიდიან და აკეთებენ აი ამ დისერტაციებს ტიხონის უნივერსიტეტში. მაშინ როდესაც თავმოყვარე ქართველი ადამიანი და ეპისკოპოსი სულ ცოტა აგვისტოს ომის მერე მაინც უკვე აღარ წავიდოდა მოსკოვში სასწავლებლად ოკუპაციის პირობებში. თანაც აგვისტოს ომის დროს ქალაქი გორიც იყო ოკუპირებული, ქალაქი სენაკიც იყო ოკუპირებული. ამის მიუხედავად ბოლო წლებში ეს ღირსება აყრილი ეპისკოპოსები, გორის მიტროპოლიტი, სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი მიდიან მოსკოვში და ოკუპანტებისგან ღებულობენ და იჩუქნეს აი ეს სამარცხინოდ პლაგიატებით და რაღაც ვიღაცისგან დაწერილი ნაშრომების წარდგინებით მიიღეს თეოლოგიის დოქტორის წოდებები. დიდი მადლობა მამა ილია. ბევრი საინტერესო ამბავი გავიგეთ, თუმცა ბევრი დამაიმედებელი ვერა. ამას წესით მე არ უნდა თქვენ უნდა ამბობდეთ ღმერთი ჩვენსკენ. დიდი მადლობა. ეს კი იყო ვაშე გადაცემა სპეციალური გამოშვებით. თენგის გოგოთიშვილთან ერთად. შემოგვირთით, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და უკვე TikTok-ზეც კი. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, ваше гадательство.